როგორც ის გასცემს, მასაც ისევე მიეცემა. ან როგორც ის მიუტევებს, მასაც ისევე მიეტევება, ხო? თუ როგორ გვეუბნება უფალი და მოძღრავს სახარებაში, რომ თუ თქვენ არ მიუტევებთ, ხო? არც მამაი თქვენი ზეცათა მოგიტევებს. ესია, ანუ ადამიანის ცხონება, მისი ადამიანის მეორე ადამიანთან ურთიერთობის საპირწონეა. ანუ ორ ადამიანს როგორი ურთიერთობაც აქვთ ერთმანეთთან, ის არის ადამიანის ცხონების საზომი. ანუ როგორც მე მიყვარხარ, იმ სიყვარულს მივიღებ და დავიმსახურებ. როგორც მე შეგინდობ და გაპატიებ, იმ შენდობას და პატიებას მივიღებ და დავიმსახურებ და ამის გაანალიზება გვიჭირს. ანუ გულწრფელი არ ვართ. ქრისტიანობაშიც არ ვართ გულწრფელი. გვიჭირს შენდობის და პატიების თქმა. გვიჭირს, იმიტომ რომ ფიქრობთ ხანდახან, რომ აი ხლა მე რო უთხრა ადამიანს, შემინდე და მომიტევე, შემდგომ მან რომ მე ზემოდან გადმომხედოს, მას რო თავი მართალი ეგონოს, ჩემი ჩაგვრა დაიწყოს, ან მე რატო უნდა უთხრა სიტყვაზე შემინდე და მაპატიე, რაში ვარ ახლა მის წინაშე დამნაშავე. აი ამის ამ მდგომარეობაში ვიმყოფებით ქართველი, აი გადიდგულებულნი ვართ საკუთარი თავით და აი ამ საკუთარ თავთანაც არ ვართ გულწრფელი და ერთმანეთის წინაშე ვცდილობთ რომ გამოჩნდეთ რომ კარგები ვართ და რომ აი მე არაფერი მაქვს საპატიებელი, მე რა ვალდებული ვარ, მას შენდობა უთხრა. ხო აი მაგალითად ძალიან მარტივ მაგალითს მოვიყვან, ვიღაცა არის რაღაც კონკრეტული ქარხნის დირექტორი, ხო? და ვიღაცა არის აი ამ ქარხნის ერთ-ერთი ხელოსანი მუშა, ხო? და აი ეს დირექტორი უნდა ფიქრობდეს ყოველდღე რომ მივიდეს აი ამ მუშასთან და უთხრას რომ შემინდე და მაპატიე თუ მე როგორც აი ამ დროს ამ კონკრეტულ მოცემულობაში შენი აი ამ სამუშაოს მართველმა რაღაც ისე ვერ გაგიკეთე, ისე ვერ დაგეხმარე, ისე გვერდით ვერ დაგიდექი, ამას უნდა ცდილობდეს, მაგრამ ჩვენთან რეალურად რომ გადავხედოთ 90% თუ ამაზე მეტი არა როგორ არის, ის საერთოდ თავს ვალდებულადაც არ ჩათვლის რომ მას ესაუბროს, ან მას რატომ უნდა უთხრას შენდობა, თუ თვითონ შეეშლება, არც ინაღლებს ამაზე, მაგრამ საკმარისზე იოტის ოდენა შეცდომა მისმა ხელქვეითმა ამ შემთხვევაში აი ხელოსანმა დაუშვას და იმ წამსვემ კაცრ პასუხს მოთხოვს. ამიტომ აი ეს გვჭირს თელერს, ეს არის ჩვენი ერის დიაგნოზი, რომ ჩვენ აი ერთმანეთს განვასხვავებთ იმ კატეგორიით, ეკონომიკური კატეგორიით, იერარქიული კატეგორიით, არა აქვს მნიშვნელობა, ერთმანეთს განვასხვავებთ აი ამ კატეგორიით. მატერიალური, ხო, ეკონომიკური ზუსტად ეს ვიგულს, აი ამ კატეგორიულად განვასხვავებთ ერთმანეთს და ამის მიხედვით საზღვრავთ, ვის უთხრათ მაპატიე და ვის უთხრათ ღმერთმა გაპატიოს. ეს არის გერევიან მატერიალურად იქ ბოდიშებს იხდი, სადაც შენერევი იქ შენგიხდიან და ასე შემდეგ. და ეს არის ჩვენი ერის დიაგნოზი. ეს გვჭირს. რეალურად ეს არის ჩვენი ერის, აი ამ კონკრეტულ საკითხში, რასაც ვერ შენდობა და სინანულის გამოუხატველობა, უსიყვარულობა, იმის განცდა, რაც ვახსენეთ, რით ვერ მივხვდით, რომ ერთმანეთისთვის ასე ძვირფასები ვართ, აი ამის პასუხი ეს არის, რომ აი ეს ვერ გადავლახეთ, რომ ჩვენ ყველანი ერთნი ვართ. ჩვენ ყველანი ერთი ოჯახი ვართ. ვინ რას აკეთებს, ვინ რა თანამდებობაზეა, ვინ რა იერარქიაშია, ვინს რომელი საქმიანობა აქვს, ამას არა აქვს მნიშვნელობა. მნიშვნელობა აქვს იმის გააზრებას, რომ ჩვენ ყველანი ერთი ოჯახი ვართ და ამ ერთ ოჯახში ყველას თავისი პასუხისმგებლობა აქვს. და ყველა უფრო მაღალი პასუხისმგებლობა უფრო მეტ თავმდაბლობას მოითხოვს. და აი ეს ვერ გავიაზრეთ ჩვენ და ყოველთვის გონია, რომ შეგვიძლია ვიღაცას პასუხი მოვთხოვოთ და ყოველთვის შეიძლება ესე უკან და ჭდილში დავდგეთ თუ ვიღაცა ჩვენ ზემოთ არის ვის წინაშეც პასუხი გვაქვს გასაცემი. აი ეს ერთგვარი სულიერი კრიზისი აქვს დღევანდელ ალბათ ამ კუთხით, ამ საკითხით ქრისტიანულ საზოგადოებას, რომ ჩვენ ვერ შევდექით ქრისტიან ადამიანებად. ვერა, ეს არის რეალურად ეს რომ ესე უფრო ფსიქოლოგიურად გავშალოთ, ეს არის ძალიან დიდი ფსიქოლოგიური კრიზისი, საკუთარი თავის კომპლექსია რეალურად, როცა ადამიანი აი ამ ორქმედებას ანხორციელებს, როცა ის მართველია, ეს თვითონ დაცვის გერთვება ისე. ხო, და როცა ქვეშენ პირიქით, ეს არის საკუთარი თავის კომპლექსი, რომელიც აქვს ადამიანს, იმიტომ რომ გონია რომ რომელიმე ადგილი, სულ ერთი ეკონომიკური იერარქიული, მატერიალური, სულ ერთი რომელიმე ადგილი მას პრივილეგიას ანიჭებს. ქრისტეს არასდროს
არასდროს არანაირ პრივილეგიაზე არ უსაუბრია. მაცხოვარმა პირდაპირ გითხრა, ვინც მოინდომოს თქვენ შორის იყოს პირველი, ის იყოს უკანასკნელი. პირდაპირ ეს სიტყვები გითხრა. ქრისტიანობაში არ არსებობს პრივილეგია. არ არსებობს პრივილეგირებული ქრისტიანი. არც ერთ საკითხში. ეს გამორიცხულია. და აი ამის შეგრძნება დავკარგეთ, რომ ჩვენ ყველანი ერთმანეთის მსახურები ვართ. ჩვენ მსახურები ვართ. ჩვენ ყველანი ერთი ოჯახის წევრები ვართ. ვიღაცა მამობას წევს, ვიღაცა დედობას, ვიღაცა დობას, ვიღაცა ძმობას, ვიღაცა შვილობას. ვიღაცა ერთი ოჯახი ვართ. ხო და აი ამის გაანალიზება რომ დავკარგეთ და რომ დავიწყეთ ფიქრი, რომ მე შეიძლება ვიღაცაზე რაღაცით მეტი ვიყო და ვიღაცა რაღაცით ჩემს წინაშე პასუხისგებელი და ანგარიშმართებელია, იმიტომ რომ მე მართველი ვარ. აი ამის ფიქრი რომ დავიწყეთ ქართველებმა, სწორედ ამის შემდგომ დაიწყო აი ამ ოჯახის დანგრევა.